დღეს ამ ვიდეოში ოჯახთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კურორტზე შარმ-ელ-შეიხში ვიმოგზავრებთ. გაჩვენებთ ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროს და გეტყვით რა ფინანსებთანაა დაკავშირებული ოჯახური დასვენება ამ საოცარ გარემოში. უფროსი ძმა ასურავებს პირველად თავის უმცროს დას. ასევე ვნახავთ კურორტის ყველაზე იაფფასიან სასტუმროს ნომერს, სადაც ერთი ღამის გატარება მხოლოდ $7 ღირს. ვერ ვიფიქრებ, რომ აქ ესე იაფ შეიძლება ღირდეს ნომერი. და შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ჩემი კონტენტის წარმდგენია სადაზღვეო კომპანია Vizeri, ხოლო არხის გენერალური სპონსორი გახლავთ Asla Store. მაშას იწყება ჩვენი მოგზაურობა, რა თქმა უნდა, თბილისის აეროპორტიდან და რაც ყველაზე მთავარია, ამ მოგზაურობაში მარტო არ ვიქნებ. იმიტომ რომ ჩემთან ერთად იქნება ჩემი ოჯახი. ეგარი მეგობრებო, გავიარეთ 4-ვე მოსაფრთხოების შემოწმება, პასპორტ კონტროლი და ველოდებით ჩასხდომას. ჩვენ თურქეთში მივფრინავთ, თუმცა პირდაპირ ფრენებიც არის. მაგ შემთხვევაში მინიმუმ 1 კვირა უნდა მიდიოდე დასასვენებლად, იმიტომ რომ ერთხელ არის ფრენა კვირაში შარმ-ელ-შეიხის მიმართულებით. ჩვენ 4 დღით მივდივართ, ამიტომ გვიწევს სტამბულის გავლით თურქეთში რომ ვიფრინოთ. და რა თქმა უნდა, ინტერნეტზე აქედანვე ვიზრუნეთ და რომელ აპლიკაციას ვიყენებთ, დანი? ნომიოს, რა თქმა უნდა. აგი არის ის ბავშვო. მოკლედ აქედანვე ვიყიდეთ ეგვიპტის ინტერნეტ პაკეტი და რო ჩავალთ იქ ვისარგებლებთ უსწრაფესი და უიაფესი ინტერნეტით. თქვენ კი შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი პრომო კოდი SOSO15 და ნებისმიერ ინტერნეტ პაკეტზე მიიღებთ 15%-იან ფასდაკლებას. ეხლა კი წავედით შარმ-ელ-შეიხში. პირველი ფრენა სულ რაღაც 2 საათი გაგრძელდა და მალევე სტამბულის აეროპორტში დავეშვით. ბავშვებთან ერთად მოგზაურობა რა თქმა უნდა დამატებით ჩანთებსა და მცირე ქაოსსაც ნიშნავს. თან გქონდა ჩიკოს საბავშვო ეტლიც, რომელიც ძალიან მარტივად იშლებოდა და იკეცებოდა, რაც იდეალურს ხდიდა სამოგზაუროდ. თუმცა ანიტას სხვა გეგმები ჰქონდა. აბა ეხა. ოპ ასე გავიდა დაახლოებით 7 საათი და გაფრენის დროც მოვიდა. ჩადგარბი. სტამბულიდან შარმ-ელ-შეიხამდე ფრენა სულ რაღაც 2 საათსა და 20 წუთს გრძელდება. ჩამოვედით მეგობრებო, როგორც იქნა. აეროპორტში ვართ, გამოვიარეთ სასაზღვრო კონტროლი შარმ-ელ-შეიხში, თუ მოდიხართ დასასვენებლად, ამ შემთხვევაში ვიზა არ გინდათ. სიტყვაზე აქედან ქაიროში რო აპირებდეთ გადასვლას, მაგ შემთხვევაში უკვე ვიზა უნდა აიღოთ რა. ანუ მარტო შარმში თუ მოდიხართ, ვიზა არ გვჭირდება ქართველებს. ავიღეთ ჩანთები და გავედით აეროპორტიდან, სადაც წინასწარ დაჯავშნილი ტრანსფერი ველოდებოდა. Hello. აგერ მობრძანდა ანიტას. რა თქმა უნდა, ჩვენ სამოგზაურობაზე გიზრუნა ტურისტულმა კომპანიამ Around the World. ნახოთ ახლა როგორი სასტუმრო, როგორი რეზორტი დაგვიჯავშნა. წავედით პირდაპირ სასტუმროსკენ. გზას აეროპორტიდან ჩვენს რეზორტამდე სულ რაღაც 10 წუთი სჭირდებოდა. მივუახლოვდით თუ არა სასტუმროს შესასვლელს, მანქანა გაგვიფუჭდა. სასტუმროს შესასვლელთან მეგობრებო, მანქანა გაგვიფუჭდა. გაფუჭდა? Good. როგორც იქნა დავქოკეთ. ესეც ჩვენი სასტუმრო. ვიზუალურად ძალიან მაგრად გამოიყურება. იმედია სერვისიც კარგი იქნება. ანიტა მობრძანდა. ეხლა არის დილის 5 საათი და დიდი იმედი მაქვს, რომ ნომერში შეგვიშვებენ. საღლი როგორ შევა მამა? საბედნიეროდ მხოლოდ 1 საათი მოგვიწია მოცდა და მოგცეს უფლება ჩვენს ნომერში ადრიანად შევსულიყავით. დილის 6 საათია და ნომერს რო გაძლევენ ძალიან მაგარია რა, იმიტომ რომ შუა დღემდე ლოდინი არ გვიწევს. აუ, რა ლამაზია, ნახე აქ ხაურობა. მოვედით ჩვენს ნომერში.
ძალიან მაგარი გარემოა, ერთი შეხედვით ძალიან მომწონს აქავრობა. აბა ვნახოთ ჩვენი ნომერი როგორი იქნება. Thank you. აბა ვნახოთ როგორი ნომერი გვაქვს. ვაუ, ძალიან ლამაზი ხედი გვაქვს. აბა გავიხედოთ. აი ესეთი ხედი გვაქვს პირდაპირ ზღვაზე. ეხლა ცოტას დავისვენებთ და მე კარგად გემრიელად დაგათვალიერებინებთ. ყველაფერს გაჩვენებთ, როგორი სერვისები აქვთ და რაც ყველაზე მთავარია გეტყვით, რა თანხებთან არის დაკავშირებული მსგავსი მოგზაურობა ოჯახთან ერთად. ეს გახლავთ 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Four Seasons Resort. ერთ-ერთი საუკეთესო და პრემიუმ კლასის კურორტი წითელი ზღვის სანაპიროზე. სასტუმრო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს და 300-მდე ნომერს აერთიანებს. კურორტი დამსვენებელს სთავაზობს სიმშვიდეს, კომფორტს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას. ჩვენ გადავწყვიტეთ ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, შეგვეფასებინა ეს სასტუმრო. ამისთვის გვექნება 6 კატეგორია და თითოეულში შესაბამის ქულებს დავწერთ. შეფასებას კი ადგილმდებარეობიდან დავიწყებთ. სასტუმროს ადგილმდებარეობას პირდაპირ უწერ 10 ქულას. პირდაპირ. ულაპარაკო ამბავია ეს. ამას რა თქმა უნდა თავისი მიზეზები აქვს. სასტუმროს საკუთარი სანაპირო გააჩნია წითელ ზღვაზე, რაც დასვენებას განსაკუთრებით კომფორტულს ხდის. იგი ახლოს მდებარეობს აეროპორტთან. ამავდროულად მოშორებულია ქალაქის ხმაურს. გარდა ამისა, ეს ტერიტორია ცნობილია თავისი უნიკალური წყალქვეშა სამყაროთი. ჩამოდიხარ პირდაპირ სანაპიროსთან. აქეთ არის შეზლონგები, როგორც ხედავთ და იქ შეგიძლიათ იცურაოთ ზღვაში. ჩვენი პირველი დღე სასტუმროში ცოტა უცნაურად დაიწყო. როცა გამოვიძინეთ და რეზორტის ტერიტორიაზე გავედით, ხალხი არსად ჩანდა. სანაპირო და აუზები სრულიად ცარიელი იყო. და თითქოს ამინდიც ზუსტად ამ გარემოს შეესაბამებოდა. დიდი ალბათობით იმოქმედა ამერიკა ირანის ომმა, იმიტომ რომ აქედან ისრაელი ძალიან ახლოს არის და შეიძლება მაგის გამო აქ ბევრი ხალხი არ არის, არ ვიცი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ნახეთ, არავინ არ არის ახლა სანაპიროსთან. მარტო ჩვენ ვართ და ანიტა აგერ ქვიშაში თამაშობს. ანიტა ჯაღლი როგორ? სიწყნარია? მე ესე ვირჩევ. სიმშვიდია? მარტო ჩვენია თითქოს აქაურობა. ო რა, ჩვენია მთელი სასტუმრო. ამინდიც ზდიარ არც ხელა ეხა სიგრილია, მაგრამ არცი ვარ რა, ანუ ძალიან სასიამოვნო ამინდი. რა სამ? ანა, აბა გამასინჯე. დანიელი ჯერ პატარაა, მაგრამ უნდა დიდი იყოს. საშინელება. 11 წლის არის და უკვე კაცობა უნდა. რამდენი წლის ხარ? უთხარი ჩვენს გამომწერებს. რამდენი წლის ხარ? ყოჩა. აი რა ხარია, წაიღო. კადრი და გამაცალა ქარმა ბავშვი. და კიდე ერთი მაგარი ამბავი გვაქვს, მეგობრებო, მე და ანიტას. ჩემს არხს ახალი სპონსორები ყავს. და ამ სპონსორებს გაგაცნობთ ამ ვიდეოში. ძალიან მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას ჩემი არხისთვის და რა თქმა უნდა, ბევრად კარგ ვიდეოებს თქვენთვის. თუმცა სანამ ახალ სპონსორებს გაგაცნობთ, იქამდე მოდი გავარკვიოთ, როგორი კვებაა სასტუმროში, რადგან დასვენებისას ეს უმნიშვნელოვანესია. ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში სხვადასხვა რესტორანს დავაგემოვნებთ რა, ბევრნაირი რესტორანია. ყველანაირი კერძებს შევხვდებით მოკლედ ამ სასტუმროში. ძალიან გემრიელია. სასტუმროს რამდენიმე რესტორანი აქვს და შევეცდებით ამ 4 დღის განმავლობაში დავტესტოთ ყველა მათგანი და გამოვიტანოთ საბოლოო ვერდიქტი. ვახშმის დრო მოვიდა ამასობაში და ვახშამზე გადავწყვეტეთ, რომ ვისარგებლოთ შვედური მაგიდით. ერთ-ერთ რესტორანში მივდივართ, რომელიც ცოტა შორს არის ჩვენი ნომრიდან და მივყავართ აი ამ მანქანას. და ვნახოთ როგორი იქნება დღევანდელი ვახშამი. ვახშამზე კერძების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანი დაგვხდა. თითქმის ყველაფერი იყო, რაც კი შეიძლება მოგდომებოდა ადამიანს. ყველაფერი იდეალურია თვალისთვის, თუმცა ვნახოთ ახლა როგორი გემოექნება ამ ყველაფერს. დონერი გავაკეთებინე. აი ესე გამოიყურება, მეგობრებო, ამაში ყრიან ხორცს და ყველაფერს. და აი არის უგემრიელესი რა. მე მოკლედ ძალიან მომეწონა კერძები ამ რესტორანში.
და ჯერჯერობით ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ კარგ ქულას დაიმსახურებს სამზარეულო ამ სასტუმროში. ვნახოთ შემდგომ დღეებში რას შემოგთავაზებენ. მეორე დღეს მზიანი დილა გათენდა, რამაც კიდევ უფრო გაალამაზა აქაურობა. დილის 9 საათია გავიგვიძეთ და ესეთი მზიანი ამინდი გვაქვს. პირველ რიგში წავალთ ახლა საუზმეზე. მე და ანიტა დავალთვალიერებთ საუზმეს. ერთი შეხედვით საკმაოდ კარგი არჩევანია. საუზმეზე რაც უნდა იყოს, ყველაფერი არის. და ამას შეხედეთ უგემრიელესი თაფლი, მეგობრებო, პირდაპირ ფიჭით. ანიტა, რამდენ ქულას დაუწერდი საუზმეს? ერთიო. საუზმე, კარგი იყო, ცუდი არ იყო, მაგრამ რაღაცები მაინც დამაკლდა რა. ამიტომ მე მარტო საუზმეს დაუწერდი ალბათ 10-დან 8 ქულას. დანი შენ? 8. ახლა საბოლოო ჯამში რა ქულას დაიმსახურებს ზოგადად ყვება ამ სასტუმროში. თუმცა იქამდე მოდი ჯერ შევაფასოთ სასტუმროს ნომერი და გავარკვიოთ რამდენად შეესაბამება ამ რეზორტის მაღალ სტანდარტებს. ნომერს მე პირადად დაუწერდი 10-დან 9 ქულას. იმიტომ რომ არის სიცუფთავე, არის საკმაოდ დიდი ზომის, გვაქვს აივანი ძალიან მაგარი ხედებით და რა ვიცი, ყველაფერია ამ ნომერში, რაც შეიძლება დაგჭირდეს რა. ეს წესი დივანია, თუმცა ამ შემთხვევაში ბავშვის საწოლად გვაქვს გადაკეთებული და ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ნომერში არის აი ეს. გვაქვს საგარდერობო სივრცე, სადაც ჩანთებს და ტანსაცმელს ვყრით და თავზე აღარ გექნება დაყრილი ყველაფერი. იდეალური ნომერია და თან ეს არის ყველაზე პატარა ნომერი ამ სასტუმროში. იმ ერთ ქულასაც დავაკლებდი ინტერიერის დიზაინში, იმიტომ რომ ჩემ გემოვნებაში დიდად არ ჯდება ეგ დიზაინი. დანარჩენი ჩემი გადმოსახედით არაფერი არ დაეწუნება აი ამ ჩვენს ნომერს. გამომდინარე იქიდან რომ სასტუმრო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა, ხშირ შემთხვევაში რუკის გამოყენებაც გვიწევდა ხოლმე ამა თუ იმ ადგილის მისაგნებად. სასტუმრო არის ძალიან დიდ ტერიტორიაზე და აი ესეთი რუკით ვაგნებთ ხოლმე ამა თუ იმ ადგილს. არის ასევე რამდენიმე რესტორანი და საუზმე ხან ერთ რესტორანში, ხან მეორეში, ისე როგორც სადილი და ვახშამი. თუ სიტყვაზე შორს არის რომელიმე ობიექტი, აი ესეთ რამეს ვიძახებთ ხოლმე და hello. აი ამითი მივდივართ მე იმ კონკრეტულ ადგილზე. მოკლედ ქვევით აუზთან და სანაპიროსთან რომ ჩავიდეთ, ძალიან ბევრი კიბე უნდა ჩავიაროთ. და ეგ რო არ გავაკეთოთ, რას ვაკეთებ დანი მაგისთვის? ვაჭერთ ამას და გამოვიძახებთ ტრამვაის. ტრამვაივით რაღაც ამოვა ეხა და მაგით ჩავალთ. აი მოვიდა ჩვენი ტრანსპორტი. ძალიან ელად ადის, მაგრამ როცა ბავშვებთან ერთად ხარ კალიასკით, კიბეებზე ფეხიცი არ უსჯობია. ამან ისეთი სიჩქარე აკრიფა. ჩამოვედით სასტუმროს მთავარ აუზთან, რომელიც გუშინდელი დღისგან განსხვავებით სავსე იყო დამსვენებლით. რამდენიმე აუზი აქვს ამ სასტუმროს, ეს ერთი აუზი არ აქვს. თუმცა ეს აუზია ყველაზე მოთხოვნადი, იმიტომ რომ კარგ ადგილზეა და სანაპიროც არის აქვე ორი ფეხის ნაბიჯზე. ვიპოვეთ აუზი ბავშვებისთვის, სადაც არავინ არ არის და სადაც იდეალურად გაერთობა ანიტა. აი აქ დაობანაკდებით ერთი სიტყვით ჩვენ სპონჯი ვიქნებით. იქით ძალიან ბევრი ხალხია, აქ არავინ არ არის საერთოდ. დანიელ, ეს არ არის ლასაშენო აუზი, მაგრამ ანიტას ხათრით. მოკლედ ისეთი მზია, მეგობრებო, ესეთ დროს აუცილებელია მზისგან დამცავი საშუალებები და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. სწორედ ამიტომ მთელი ოჯახისთვის ავერსმა გამოგვატანა ბაბეს მზისგან დამცავი საშუალებები. ბაბი არის ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი, რომელსაც აქვს თავის მოვლის საშუალებები და ასევე აქვს ცალკე პედიატრიული ხაზი. მოკლედ ძალიან კარგი ხარისხის პროდუქციას აწარმოებენ. და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის შეძენას შეძლებთ ავერსში. და აქვე გეტყვით ერთ ძალიან მაგარ სიახლეს, რომ ავერსი დღეიდან იქნება ჩემი არხის სპონსორი, მეგობრებო. და მინიმუმ 1 წელი
იქნება ჩვენთან ავერსი, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი კომპანია დაგვეხმარება არხის განვითარებაში და იმაში, რომ თქვენ ნახოთ საუკეთესო ვიდეოები ამ არხზე. თუმცა ავერსი არ არის ის ერთადერთი კომპანია, რომელიც დღეიდან ჩვენი არხის სპონსორი იქნება. კიდევ უფრო კარგი ამბები მაქვს ჩემი არხის და ჩემი გულშემატკივრებისთვის. მაგრამ იქამდე ჯერ ვნახოთ, რამდენად მოეწონება ანიტას აუზში ცურაობა. ზისგან დამცავი კრემი წაისვა ჩვენმა გოგომ, საცურაო კოსტუმიც ჩაიცვა. და ეხლა პირველად ჩავა აუზში. აუზში ანიტა არზოს არ ყოფილა. უფროსი ძმა ასურავებს პირველად თავის უმცროს დას. აჰა, დანი, მოდი. ჩამოვალდეთ? არა, ნელ-ნელა ჩამოვიდეს. ნელა ჩაიყვანე, მა. ნელ-ნელა, მამი. აი თქვენ გენაცვალეთ. და სანამ ანიტა აუზში ერთობა, ჩვენ შეგვიძლია დავუბრუნდეთ ჩვენს კატეგორიებს და შევაფასოთ მომსახურება ამ სასტუმროში. საკმაოდ კარგი მომსახურება აქვს ხოთა შორის აუზთან, როდესაც ხარ, ხშირად მოდიან და გეკითხებიან რამე სასმელი ხო არ გინდა და მენიუც მოაქვთ რა თქმა უნდა და ნებისმიერი სასმელი შეგიძლია შეუკვეთო. სასტუმროს მომსახურე პერსონალი საკმაოდ ყურადღებიანი იყო და ჩვენი იქ ყოფნის განმავლობაში არანაირი უკმაყოფილება არ გქონია. ნომერს დღეში ორჯერ გვისუფთავებდნენ. ნებისმიერ დროს შეგვეძლო ბაგის გამოძახება. ძალიან კარგად გვემსახურებოდნენ რესტორნებშიც. და აუზთან დანიელისთვის არასდროს ავიწყდებოდა თუ ალკოჰოლო ლუდი. ამიტომ მომსახურებაში 10 ქულას დავუწერთ. ეხლა მეგობრებო, 8 ფეხას დავაგემოვნებთ მე და დანიელი. ასე თქვა. 10-დან რამდენს დაუწერდი? ცუდი არ არის იდეაში, მაგრამ მე მირჩევნია ბევრად სხვა ზღვის პროდუქტები რა. 8 ფეხა მაინც და მაინც ზედ არ მომწონს. რა დროს 8 ფეხა, როცა არსებობს ბურგერი. ახეთ რა გემრიელად გამოიყურება. მოდი მამასთან. საკმაოდ წვნიანი ბურგერია. უგემრიელესი ლანჩის შემდეგ გადავწყვიტეთ სასტუმროდან გავსულიყავით და შარმელ-შეიხის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გვენახა. და რა თქმა უნდა, მეგობრებო, შესაბამისად ჩავიცვი და არა მარტო მე. ტარამ! ყველა გამოვეწყვეთ შესაბამისად და დღეიდან ჩემს ჩაცმულობაზე და არა მარტო ჩემს ჩაცმულობაზე, როგორც ხედავთ, იზრუნებს დრესაპჯი გახდა ჩემი არხის სპონსორი, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგად გვეცმება მოკლედ ვიდეოებში და ამაზე იზრუნებს დრესაპჯი. და მეგობრებო, 4 შაბათობით დრესაპჯიზე არის ბრენდის დღე, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ კონკრეტულ ბრენდზე იქნება ფასდაკლებები. შეგიძლიათ შევზამდეთ და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროდუქცია და შეიძინოთ. ადგილზე მოგიტანენ ყველაფერს. ამასობაში ანეტამ კამერა დაიწვია. გამოვიძახეთ ტაქსი და წავედით იმ კაფის სანახავად, რომელმაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. გზას დაახლოებით 9 საათი ჭირდება და ძირითადად ხალხი მიდის საღამოობით, იმიტომ რომ ღამე არის ეს კაფე ულამაზესი. რაც შეეხება ღირებულებას, 20-30 დოლარი დაგიჯდებათ ეს მგზავრობა ერთი გზა. პირველად გავდივართ მოკლედ სასტუმროდან, იმდენად კარგი სასტუმრო, რომ გასვლა არ გვინდოდა აქედან. გზები არის საკმაოდ განიერი, აი ხა წინ არის 4 ხაზი და მანქანები საერთოდ არ მოძრაობენ. Every time roads is empty. They don't have traffic here. No traffic. Never traffic. მოვედით მეგობრებო და ნახეთ რა ლამაზია ამ კაფის შესასვლელი სივრცე. ამ ადგილიდან უამრავი ფოტო თუ ვიდეო იდება რა ინსტაგრამზე ძირითადად და შევიდეთ. მაგრამ იმედია შევალთ, რა ვიცი, აქ გამარჯობა. ქართველები ხარ. როგორ ხართ? კარგად, აი ქართველები შევხსნენ კაფის შესასვლელში. იყავით შესული? დავიგვიანეთ სხვათა შორის და გავსებული ადგილები. ანუ რიგია. ანუ აქ როგორ არის, მაგიდას უკეთავ თუ პროცესი შედიხარ? ბილეთებს იღებ. ოკეი. ანუ ბილეთი უნდა ავიღოთ ჯერ. მადლობა. წარმატებები. მოკლედ ქართველებს ყველგან შევხვდებით. გოგოები მართლები იყვნენ. რიგის ნომერი გჭირდებოდა რომ კაფეში მაგიდა აგიღო. თუმცა აქ იყო ერთი პრობლემა. Children only here, my friend. სამწუხაროდ ბავშვების შეყვანა არ შეიძლებოდა. მხოლოდ წყვილებს შეეძლოთ მაგიდის დაჯავშნა. ბავშვებს არ უშვებენ. მხოლოდ უფროსებიო და ისიც უზარმაზარიქში უნდა იდგე. როდესაც დაღამდება,
ჩავალ და გადავიღებ, რომ თქვენ მაინც გაჩვენოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ გვერდით მდებარე კაფე სანდორინში მოგვეცადა დაღამებამდე. როცა გინდა თავი იგრძნო სანტორინიზე, აი ამ კაფეში უნდა მოხვიდე. აი არის განწყობა აქ. შვენიერი განწყობაა, რა სიტყვით. ზოგადად ეგეთი ადგილები, რომელიც ძალიან გავარდება ხოლმე და ძალიან პოპულარული ხდება, ეზიზღება მისვლა, იმიტომ რომ ყოველთვის ძალიან ბევრი ხალხია და სულ არის უზარმაზარი რიგები რა. ამასობაში დაღამდა აინთო განათებები და წავედი გადასაღებად. თუმცა კაფის შესასვლელთან კიდევ უფრო დიდი რიგები დამხვდა. ამიტომ თანამშრომელს ვთხოვე, რომ ურიგოდ შევეშვი სულ რამდენიმე წუთით. Sorry bro. Yes, Can I go down just for 1 minute to make YouTube video? Not now, bro. So when? Just make some video and that's it. This is my manager. Ask him. Okay. მენეჯერსაც ვთხოვე ზუსტად იგივე და საბედნიეროდ დამთანხმდა. Thank you very much. Thank you very much. გარი რა. გაჭრა ჩემმა თხოვნამ. აუ რა ამბავია ამ შეხედე. ნახეთ რა საოს არის გარემოა. მე გადავედი. ქვემოთ ჩასვლა უკვე აღარ შეიძლება. იქ იმ შემთხვევაში შეგიძლია ჩახვიდე თუ მაგიდა გაქვს დაჯავშნილი. ამიტომ მე ვეღარ ჩავალ. და თან როგორც უკვე გითხარით, მაგიდის დაჯავშნა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წყვილად ხართ რა. ანუ გოგოსთან ერთად უნდა იყო. ძმაკაცები მოკლედ აქ ნუ მოხვალთ. წითელი ზღვის სანაპიროზე გაშენებული ფარშა კაფე დღის მეორე ნახევრიდან გვიან ღამემდე მუშაობს. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ვიზუალურად გამორჩეულ კაფედ ეგვიპტეში. მეგობრებო, თქვენთან შორის სანტორინიდან, კაფე სანტორინიდან აი ესეთი ხედებია რა. შვენიერი ხედებია აქედანაც. მე მგონი ჯობია რომ დავბრუნდეთ ისევ ჩვენს სასტუმროში. რადგან ჩვენი აქ ყოფნის მესამე დღეა უკვე თამამად შეგვიძლია გავაგრძელოთ ჩვენი სასტუმროს შეფასება და შევაფასოთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კატეგორიები: სისუფთავე და კვება. ხო, რაც შეეხება სისუფთავეს, ძალიან სუფთაა სასტუმრო. ყოველ დილით როცა გამოვდივარ, აი ამ მიდამოებს წყლით რეცხავენ, ყველაფერს ასუფთავებენ. რესტორნებს რაც შეეხება, ყველგან საკმაოდ სისუფთავია, რავი მე ვერსად ვერ შევნიშნე სიბინძურე და აუზებთანაც ყველაფერი არის სუფთა და მოწესრიგებული. 9 ქულა რატო? აი ერთი რაში დააკელი. ერთი დავაკელი, baby chair არის ხომ სულ ჭოჭყიანი. კაი. ჭოჭყიანი ბავშვის კამის გამო სისუფთავეში ამ სასტუმროს მოდი დავუწეროთ 9 ქულა. რაც შეეხება კვებას, ანიტას რომ ქულების დაწერა შეეძლოს დარწმუნებული ვარ, რათიდან 11 ქულას დაწერდა, რადგან ყველა რესტორანში ძალიან გემრიელად და უპრობლემოდ ჭამდა. თუმცა ჩვენ ზედმეტად კრიტიკულები ვიყავით ანიტასგან განსხვავებით და ქულებით შესაბამისი დავწერეთ. და დროა მეგობრებო, შევაფასოთ კვება ამ სასტუმროში და მოდი დავუწეროთ შესაბამისი ქულები რა, ვის როგორ მოგეწონათ. დავიწყოთ დანიელიდან. დანი 10-დან? რამდენს დავუწერ? 10-დან 9, შვენიერი ქულა. შენ რამდენს დავუწერ მაგ? მე 9-ს. ოკეი. 9. კაი, მოდი მე დავუწერ, მე 8-ს დავუწერ. იმიტომ რომ ერთი რესტორანი ძალიან არ მომეწონა რა, იტალიური რესტორანში ვჭამეთ, გუშინ და ხო, ძალიან უგემური საჭმელი იყო. მაგითო დავაკლებ 2 ქულას. საერთო ჯამში 9 დავუწეროთ რა. მოკლედ, კვება 9 ქულა. და სანამ ბოლო კატეგორიაზე ფასზე გადავალთ და გეტყვით თუ რა ჯდება აქ დასვენება, იქამდე ამ კურორტის ყველაზე იაფ ფასიანი სასტუმროს ნომერი უნდა გაჩვენოთ. რა სიტყვი დანი? გინდა აქედა წასვლა. დანიეს მაგრად არ უნდა იქ წასვლა და აკავრობის დატოვება, მაგრამ რას იზამ კონტენტი მოითხოვს. კონტენტი რომლის წარდგენის არის სადაზღვეო კომპანია ვაიზერ. ვაიზერია ბარა. ვაიზერი არის მეგობრებო, შეგახსენებთ ჩემი არხის სპონსორი და ჩემი კონტენტის წარდგენი და ვაიზერის სამოგზაურო დაზღვევა შეგიძლიათ შეიძინოთ ზუსტად 1 წუთში ონლაინ. ძალიან მარტივი ამბავია. მოკლედ, მადლობა ვაიზერს გვერდში დგომისთვის, ჩვენ კი წავედით დანი. გეგმა შემდეგნაირი იყო. გოგოების სასტუმროში რჩებოდნენ
მე და დანი კი მივდიოდით ამ კურორტის ყველაზე იაფფასიანი სასტუმროს ნომრის სანახავად. რომელიც ერთი დღე გვიჯდება $7, მეგობრებო, $7 ღირს ერთი ღამე და წარმოდგენაც არ მინდა რა დაგხვდება იქ. გოგოები რა თქმა უნდა დავტოვეთ განცხრომაში და ჩვენ ბიჭები განახებთ ამ ყველაფერს. რა მოლოდინები გაქვს? ცუდი. მაგრამ არ უნდა წამოსვლა, მაგრამ სხვა გზა არ არის. მამა მარტო არ გაუშვა. 15 წუთი გზა არის ჩვენი სასტუმროდან და $15 მივყავართ ჩვენს ჩიგარძმას და დაგველოდება იქ და მე უკან წამოვალ. იქ დარჩენას რა თქმა უნდა არ ვაპირებთ მეგობრებო. რა დავები ძმა? გარედან რაღაცა ძალიან მაგრად გამოიყურება. ისო. ხო. ახე დაცვაც კი ყავს. Booking. Booking yes. დაცვამ რეცეპშენისკენ გაგვიშვა, სადაც ჩეკინი უნდა გაგვეკეთებინა. აუ ჯერჯერობით ყველაფერი ნორმალურია რა, არა დანი? აღარ უცნაურია რა. $7-იანი სარეთყობა ეხა ამას არაფერი. გავაკეთეთ ჩეკინი ისე როგორც სასტუმროში ხდება და ჩვენი ნომრისკენ წავედით. აი ეს ტიპი გვაჩვენებს ჩვენს ნომერს, რომელიც $7 ღირდა და გარემო ძალიან მაგარია რავი. გარემო იმდენად კარგი იყო, რომ საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ ფასს, რა ფასადაც ნომრები ქირავდებოდა. პასუხი კითხვაზე თუ რატომ ღირს ასეთ კომპლექსში ერთი ღამე $7, თავად კომპლექსის ნომრებში იმალებოდა. და სანამ ავალთ ჩვენს $7 ნომერში და გაჩვენებთ იქაურობას, ერთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. მოდი შევარჩიოთ ახალი კამერა ჩემი არხისთვის. DJI Osmo Pocket-ით უკვე ამ კონკრეტულ ვიდეოს ვიღებ, ამიტომ არ გვინდა. დრონიც მაქვს ეს დრონი, ამიტომ არც ეს არ გვინდა და DJI Osmo 360. აი ეს ის არის, რაც ნამდვილად გვინდა. ეს არის DJI-ის ახალი 360 კამერა, რომელიც არის იდეალური და ნებისმიერ ადამიანს, ვინც კონტენტს ქმნის, გამოადგება ეს კამერა. და აქვე გეტყვით მეგობრებო, რომ ჩემი არხის სპონსორი გახდა ელიტი. მინიმუმ 6 თვე იქნება ჩემს გვერდით და მხარს დაუჭერს ჩემს კონტენტს. და რა თქმა უნდა, DJI-ის ნებისმიერი ტექნიკა შეგიძლიათ შეიძინოთ ელიტში. ასე და ამგვარად შევედით ერთ-ერთ შენობაში და წავედით პირდაპირ ჩვენი სასტუმროს ნომრისკენ. სერიოზული დივანია აქ. ოკეი. ნახეთ მეგობრებო, როგორ გამოიყურება ეხა ჩვენი $7-იანი ნომერი. როგორც კი ნომერში შევედით, პირველივე წამიდან მივხვდი თუ რატომ აქვს ასეთი ფასი. ოთახი იყო ძალიან ბინძური და საშინელი სუნი ტრიალებდა. სადგრი. yes, ნახარავინ დაალაგებს არაფერს. ეს არის საძინებელი, სამზარეულო. აქეთ გვაქვს საერთო ოთახი. ცივარში რაღაცებია დარჩენილი ამაში. ყველი და ეს რა არის? აქ არივანზე გადიხარ. და აივნიდან ხედი ნახე რა სერიოზული ხედი გვაქვს. აქეთ დამშრალი აუზებია და იქით არის მშვენიერი აუზი. იქით არის აკვაპარკი. ანუ გარის სივრცე საკმაოდ კარგია რა. ვერ ვიფიქრებ, რომ შიგნით ესეთ საშინელი ნომერი დაგხვდება. რა თქმა უნდა, მსგავს სასტუმროებს ჩვენი ტურისტული კომპანია რომც გვეხვეწოთ არ დაგიჯავშნით. ეს არის საშინელება, არ ვიცი აქ რა კატეგორიის ხალხი რჩება. თუმცა აი უკიდურესი სიბინძურია რა. ვიდეოში კიდე კარგად არ ჩანს ახლა. ვერც სუნს ვერ გადმოგცემთ აქედან საშინელი სუნია მთელ აპარტამენტში. მოკლედ კოშმარია რა. და მოვიდა დრო ყველაზე საინტერესო კატეგორია შევაფასოთ. და ეს კატეგორია გახლავთ ფასი. რა ღირს აი ამ ძალიან მაგარ სასტუმროში დასვენება. 4 ადამიანს, ანუ 2 ბავშვს, 2 უფროს, 4 ღამე სრული კვებით, სამჯერადი კვებით დაგვიჯდა $8,000. ამას დამატებული ფრენები
ანუ სადღაც ანიტა ეკეთე ამას დამატებული მე ფრენები ჯამში გამოგვივიდა სადღაც 10,000 ლარი. ძვირია რა თქმა უნდა, თუმცა სასტუმროს შესაბამისია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე მაინც ფასში დაუწერდი 7 ქულას რა. სულ ოდნავ მაინც ძვირია. შეიძლება რომ ცოტა იაფი ყოფილიყო, იმიტომ რომ მაინც ეგვიპტეა. და მეგობრებო, თუ გინდათ რომ გავაგრძელოთ მსგავსი ვიდეოების დადება, მაგალითად ანტალიის რეგიონში თუ გინდათ რომ გადავიღოთ ესეთი ვიდეო, თქვენ გინდათ? ალბათ უნდა და თქვენს თუ გამოგვეხმაურებით კომენტარებში და დალაიქებთ ამ ვიდეოს და გვაჩვენებთ რომ მოგეწონათ ესეთი საოჯახო ტიპის ვიდეო, მე ანტალიაშიც გადავიღებთ ესეთ ვიდეოს. ამ ვიდეოს მთავარი მიზანი არც სასტუმროების შეფასება და არც შარმელ-შეიხის ჩვენება. ამ ვიდეოთი სულ სხვა რამის თქმა მინდა. ზოგჯერ ადამიანებს გგონია რომ დრო ბევრი გვაქვს. ამიტომ ჩვენს ყოველდღიურ საქმეებს ხშირად უფრო მეტ დროს უთმობთ, ვიდრე ჩვენს შვილებს. თუმცა სამწუხაროდ დრო იმდენად შეუმჩნევლად გადის, გააზრებასაც ვერ ვასწრებთ ისე სწრაფად იზრდებიან ბავშვები. დანიელი ამხელა რო იყო, დიდად ვერ გავიაზრე რა მაშინ მამის როლი. მეგონა რომ ძალიან ბევრი დრო მქონდა და საქმეებს უფრო მეტ ყურადღებას ვაქცევდი და ისე უცებ გავიდა დრო და ისე უცებ გახდა 11 წლის რო აი მართლა თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი რა. მივიხედე 11 წლის არის ბავშვი ძალიან მალე იზრდებიან და ისე ამოვნეთ ყოველი მომენტით რა. ეს რო ეხა 1 წლის არის, 1 წელში ეს ესეთი აღარ იქნება რა, საერთოდ სხვა ტიპი იქნება. 2 წელში საერთოდ სხვა ეტაპზე იქნება, 3 წელში სულ სხვა ეტაპი ექნება. ამიტომ ყოველი ეტაპით უნდა ისე ამოვნო და რაც შეიძლება მეტი დრო უნდა გავატაროთ ბავშვებთან რა. ბავშვისთვის არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა საწაიყვან. მთავარია მათ გვერდით იყო, მათი სამყაროს ნაწილი გახდე, მათთან ერთად იცინო და ითამაშო. შვილებთან გატარებულ თითოეულ წუთს ოქროს ფასი აქვს. სწორედ ეს პატარა თითქოს უბრალო მომენტები ქმნიან ყველაზე დიდს, ბედნიერ და ტკბილ ბავშვობას. ოჩა ძალიან დიდი დრო დამჭირდა იმ რომ მიხთარიყავი თუ რა რთულია იყო მშობელი და აღზარდო ბავშვი კი არ გაზარდო უბრალოდ. ბავშვობის მოგონებები კი ყოველთვის გაათბობს მათ გულს, როცა გაიზრდებიან და უკან მოიხედავენ. ბავშვობის წლები ხშირად განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ადამიანებად ყალიბდებით. ის სიყვარული, რასაც დღეს ვაძლევთ შვილებს, ხვალ მათში გადაიქცევა ძალად, სიმშვიდედ და რწმენად. ამიტომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება და სითბო მივცეთ მათ. ვაჩუქოთ ჩვენი დრო, რომელიც ყველაზე ძვირფასია მათთვის და ხშირად უაზროდ ფლანგავთ. და თუ არსებობს რაიმე, რაც ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის ოჯახი.